ტაში ნიკო ახლა. ეს ვის დაუკრათ ტაში? რომელ? გოჩას ვის და ნიკო, გოჩა. ესე ვართ. ახლებური განათება გვაქვს ნეტა როგორი შორს წაიღეს? შორს წაიღეს განათება. იცი რა არის ჯერ ადრე იყო. ზამთარს გვაჩვევენ ნიკო რომ ზე გშორდება და რა. შეიძლება არ ვიცი. როგორ ახარ? დაცხა. დაცხა. ხო, მაგრამ დღეს და გუშინ არა. საფეხბურთოს სისხლის გულისხმობა ჩემო ნიკო. მოვიდა, მოუჭირა. არ დავარღვიო ტრადიცია, ხო, სანამ სოფლიოს ჩემპიონატია, ორი სიტყვა შევაწიოთ. იცი რა არის, რასაც ახლა კვირის განმავლობაში უყურებთ და განვიცდით ხოლმე, იმას უზიარებთ ჩვენს მეგობრებს ლინზის იქით და მაგრამ რა ვიცი. ხო, ისე გამოგვდის ცოტა მეუხერხულება ხოლმე რომ რაი საფეხბურთო კომენტატორები ჩვენა ვართ, მით უმეტეს რომ ქვევით სეტანტას ძმები და დები არიან, რომლებიც გლეჯენ, მხეცები, ლომები, ანალიზის დიდო სტატები და ჩვენ რაც ორი უბრალო მოქალაქე ესე ანალიზის გიგანტებად ხო არ დაბადებულან ნიკო. იქნებ ჩვენც მივიდეთ იქ. შენ გიგანტურად გამოიცანი ორივე ნახევარ ფინალში. მე გამოიცანი, მაგრამ მე გამოიცანი უცნაური ლოგიკით, გაიგე? იმიტომ რომ ბაბლში მყავს აი ეგეთი ანალიზის გიგანტები და როგორც წესი, ჩემი ბაბლის ანალიზის გიგანტები სწოდავენ ხოლმე და აი ზუსტად ესე იგი მეინსტრიმულად რასაც აწვებოდნენ იმის საწინააღმდეგო. გულშემატკივრობითაც გულშემატკივრობდი ამ გუნდებს რომელთა წარმატება გამოვიცან ესე იგი პირველ ნახევარ ფინალში გამოვიცანი ყოველგვარი იმის გარეშე ახლა განა თავსდები რომ ძალიან კომპეტენტური ვარ და რაღაცა მაგრამ ნუ ხო არის ეგრე გოჩამიცის აგერ სამორინოებში დადის ხოლმე აი შემთხვევით შესული კაცი ერთხელ 1000-ში ერთხელ გაარტყავს და მოიგებს ესპანეთის გამარჯვება გამოვიცანი თან როგორ იცი იმას კი არ ვამბობდი რომ აი ძირითად დროში გასვლით გავა და აქ მეორე ნახევარ ფინალში ინგლისს არგენტინას შორის არგენტინაში ხო თან როგორ იცი ბავშვებს ვთხოვდი რომ ბილეთი გამაკეთებინეთ და ხო ფინალიც არგენტინამ თასი არგენტინამ უნდა იყოს იმიტომ რომ ამის წინააღმდეგი არის ჩემი ბაბლის ძირითადი უმრავლესობა ხო და აი ამ ლოგიკით ვიმუშავე ვიმოქმედე იქ რაღაც ის დავიღე ლოგარითმული სახაზავი კალკულატორი რაღაცეები ალბათობები ვახურებ და მოკლედ გამოვიცანი და თან როგორი რაღაცა იცი ვერ იტყვი რომ რომელიმე ესე დაუმსახურებლად გავიდო ესპანეთმაც აჯობა თამაშიც და ეს არგენტინა ინგლისი საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტი არის ხო არგენტინას ნიკო რატო გულშემატკივრობ იცი ახლა ხო ვიღაცა იტყვის რატომ ახლა კლუბებში ბავშვების გამო ლივერპულის ის პრო გულშემატკივარი. ჩემი ადრე წინა გადაცემაშიც თქვი რომ აი ჩემი თაობის ტიპების მეხსიერება ამ სოფლიო ჩემპიონატების ისტორიის იწყება 78 წლიდან. ახლა 10 წლის ბიჭი რო ხარ არგენტინის სოფლიო ჩემპიონატს რო უყურე სადაც კემპესი და ეგეთი ტიპები თამაშობდნენ და მე უცბად დაეწია მარადონა და ახლა რომელ ნაკრებს უგულშემატკივრებ, როდესაც ინგლისი და არგენტინა ეთამაშა. გეტყვი რომელს, იმიტომ რომ მე ზუსტად იმ გზის გამომვლელი ვარ და 78 წლიდან გულშემატკივრობ არგენტინას, როცა დავიბადე იმ წელს მაშინ წლიდან. ეხა ანუ ინგლისი ყოველთვის იყო არგენტინისკენ და ინგლისისკენ ვარ, ეგრე და ერთმანეთს შეხვდნენ, ეხა უფრო ინგლისისკენ ვიყავი დრამატურგიის ხათრით უფრო ვიდრე რამე. რომ მეთქი ერთხელ მაგ საწოდებს ყოველ კუთვნით რომ ჟილკობის და იმის გარეშე coming home გააკეთონ, მაგრამ არ იყო მაგათი coming home და ლოგიკურად დასრულდა ყველაფერი. ასევე რო თქვი რომ ხეცები რო ყავს რომ არასწორ პროგნოზებს რო აკეთებენ. გახსოვს პელე იყო ხოლმე ეგეთ ხა პელეში დიდი ფეხბურთელი. სულ ყოველ ჩემპიონატზე ისეთ სისულელეს დააბრეხებდა ცხონებული რომ რაღაცა წელს არის ბულგარეთის წელი თუ რაღაცას ზადებდა რომ ეხა პოლონეთს უყურეთ და ანუ არა ედსონ არანტეს დუნასიმენტო იცი რა არის ამ ინგლისს ამ არგენტინის ამ დაპირისპირებას ხო დიდი ისტორია აქვს და არა მარტო მინდორზე ხო იმ კუნძულების გამო და ყოველთვის საინტერესო არის და თავიდანვე პირველი წუთებიდანვე იგრძნობოდა ეს ნერვული დაძაბულობა და მუხტი და ერთმანეთისკენ გაწევა და გამოწევა და სულ მქონდა განცდა რომ იჭუბებდნენ და რაღაც ერთმანეთს რაღაცას მოსწევდნენ ნიკო, აი პარადოქსი არის რაღაცა, ეს ფეხბურთში ხდება, აი რაგბიში ეს არ ხდება და არც კალათბურთში და არც ერთ სხვა სპორტში. ინგლისის ნაკრები გატანილმა გოლმა დაღუპა. აი, ხო პარადოქსია რა. გატანილმა გოლმა მწვრთნელმა დაღუპა, რომელმაც რა სხვა მწვრთნელი ყოფილიყო, მაგ გატანილი გოლის მერე სხვანაირად გადაწყვეტა. მაგაზე ძალიან კომპეტენტური არა მარტო სპორტის მიმომხილველი ლევან სეპისკვერაძე, ჩვენი მეგობარი, შენც აკყავს არგენტინის თავგადაკნული კომაგი. მას აქვს ეგეთი შენიშვნა, რომ
არ არსებობს, ესე იგი ინგლისის მარცხიო მწვრთნელს არ დაბრალდეს, ვინც გინდა იყოს მწვრთნელი. წავიკითხე მე დღეს, მაგრამ რაც არ უნდა ახლა კონტექსტი ეგრე იყოს და ისტორიულად გაშლილ, ეხლა რაც მოხდა, ახლა რა იყო ახლა. ხო, ძალიან ცუდი ფეხბურთია თამაშა. ესე იგი გოლის მერე არ ვიცი ეს ზუსტია თუ არა ეს სტატისტიკა, ახლა წყარო არ მახსოვს, მაგრამ სადღაც 90-10-ზე თუ 88-12-ზე იყო ეს ბურთის ფლობა. და ახლა ეგეთი უპირატესობით არგენტინა. თან არგენტინა ახლა ის კი არ არის რაღაცა ხაბარ, რასიზამდნენ ბოლოს გაიტანენ. ანუ მესმის რომ კი ყოველთვის გაქვს ცდუნება ინგლისის ფანს რომ ყველაფერი დააბრალო და არა ფეხბურთელებს, მაგრამ ნუ ამჯერად რა ვიცი მე. ბატონ ლევანს ჩემი ბოდიში, მაგრამ ყველა სხვა ამბობს რომ ეს მწვრთნელს ნუ მაინც ინგლისს რაც შეუძლია და რაც კარგად გამოსდის ამჯერადაც ის გააკეთეს ნიკო, აი შექსპირის დონის დრამა დადეგეს. სხვაჯერს მე მგონი პირველად არის სოფლიო ჩემპიონატების, სოფლიოს რატო თქვი არ ვიცი, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჩემთვის პირადად როცა ინტერესით და ბოლომდე ვაპირებ რომ მესამე ადგილისთვის მატჩი ვნახო, რაც აქამდე არ მიქნია არასდროს. ანუ აი ყოველთვის ფეხზე მე რა მესამე ადგილისთვის მაშინ საფრანგეთი ინგლისი რა სლაპარაკობ ძალიან კაი იქნება. ხო, აქ კიდე რა მინდა თქვა, აიცი ჩვენ იმის გამო რომ არა ვართ სპეციალისტები და თავს არ ვდებთ რაღაც განსაკუთრებულ ცოდნაზე და რაღაც პრეტენზიას. მოდი დავდოთ. აი მე ეხლა ჩვენ ვართ სპეციალისტები და ძალიან განსაკუთრებული ცოდნა გვაქვს, თქვი? ხო, აი 1000 ოხერი გამოთქვამს ინგლის არგენტინის თამაშმა აი გამახსენდა ის ჰაიზინგას ესეთი ძალიან კლასიკური ნაშრომი თამაშზე რო აქვს. ზუსტად მე ჰაიზინგაზე ვფიქრობდი, რა თქმა უნდა. ჰომო ლუდენსი. და იქ არის, აი დიდი ხანი არ თქვი. ჰომო ლუდენსი. ხო, აი დიდი ხანია უკვე, აი იმის გამო რომ ეს სპორტი და ფეხბურთიც პროფესიონალური გახდა, ხო? თამაში გაცდა თამაშს. ახლა თამაში აღარ არის სამუშაოა და უზარმაზარი ფული და იქ სტრატეგიები და ყველაფერს ითვლიან და მეცნიერება ჩართული და ახლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ყველა მაგრამ უყურე ვინც ინარჩუნებს ამ თამაშის ელემენტებს თამაშის ელემენტები რა არის? აი რაღაც განსაკუთრებული გამარჯვების გარდა რაღაც განსაკუთრებულ სხვა სარგებელზე და რაღაც რაციონალურ გათვლებზე ფიქრის გარეშე, ხო? ის უფრო მომგებიანი არის და უფრო როგორც გულშემატკივრისთვის, უფრო მეტად საგულშემატკივრო არის და სანახაობრივი არის და იმის მხარეზე ვარ. ახლა აი ამ ინგლისი, ხო, ძალიან რაციონალური იყო, შენ ახლა მწვრთნელს შეტენე, მაგრამ და არა მარტო ხო დიდი ის დამსახურება არის ბჭყალებში ამ მარცხში, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის რომ ეს სქემა ახლა მასზე არ მისი ფიქრებული არ ყოფილიყოს და მისი მითითებები არ ყოფილიყო რომ ეს დაცვაში ჩამდგარიყვნენ და აღარ ეფიქრათ არაფერზე და ნუ ასე შემდეგ ხო ხო და აი ეს რაციონალიზმი კლავს თამაშს ხო და რაღაცნაირად ეს მე როგორც გულშემატკივარს მაფრთხობს ხო და აი ეს მიდგომა რომ ჩემი მიდგომა არის ესეთი თამაშია აუცილებელი ნუ მაგრამ შეიძლება საკმარისი არ იყოს მე აი საკმარისი პირობა არის გამარჯვება მაგრამ აი პირიქით არ უნდა იყოს აუცილებელი არ უნდა იყოს გამარჯვება ხო ხო მესმის თან ინგლისისგან იყო მოვლენები რომ როგორც წესი რაღაც თამაშობენ ხოლმე ანუ ის აქვს რაღაც ხულიგნური იმიჯი რო წინ მიდიან შენ ჰაიზინგა გაგახსენდა მე გამახსენდა ჰაიზენბერგი იმიტომ რომ ბოლომდე არ იცი ვინ გაიმარჯვებს, ანუ პრინციპი ხო, განუსაზღვრელობის პრინციპია, რომ ბოლომდე არ იცი რა მოხდება და შენიერ გამოვიჩინე ჩემი ინტელექტი. კი, არა, და გადასარევი იქნება ეს დაპირისპირებაც ახლა, ხო? აქ ის არის მესია, აქეთ იამალი და ახლა ორივე დიდი გუნდი არის და ნუ აქ უფრო ძნელია გამოიცნო ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ თავიდან დაიწყო ცოტა ნერვებს მიშლიდა მესი, იმიტომ რომ სულ აწყყველა პასრომა. ეხა ანუ თამაშობს ტიპი, ანუ რა მაინც ლიდერია და ის არის, ხა ეგრე ორივე გოლში ქონდა და საერთოდ აი ის იყო რა. აი როგორ გითხრა ხო არის რომ აი ვარსკვლავი არის და რაღაც მიზიდულობას აჩენს ამ ავტორიტეტით და რაღაცით და შეიძლება მე ამან გუნდი და თამაში დააზიანოს და დააზარალოს და აქ ეგრე არ იყო აი სრულიად ორგანული იყო გექნებოდა ესეთი შტაბ-ბეჭდილება რომ აი მთავარი ის არის რა მამოძრავებელი ძალა არის და ნუ აი არც დაიღალა არც მოისვენა ყველაფერი ქონდა აი ნაპერწკლებს ყრიდა რასაც ქვია და ახლა ეს რო ამბობდნენ ასაკი და რაღაც ის რო ჩავხედე ჩვენ ხო არ გვერიდება ჩვენი არა პროფესიონალი მართლა 39 წლის არის და ახლა 39 წლის მეკარეები კიდე გაჩამენ რომ მაინც ისეთი ის არის მიკ ჯაგერი არ შეგეცოდა ეგ რო განიცდიდა ხო ნუ განიცდიდა რა გადაიტანენ ახლა რა პირველად ხო არ და იმას უყურებდი რომ წინა თამაშის
ფოტო რო იყო ძალიან ცნობილი, ბექემი რო დახტის და მისი მეუღლე რო ესეთ საკითხარი რო ტვინი წაიღეს. აქ ახლა ეთყობა დაარიგეს რომ გაიხარდა და შეახტა. ესე უხარო და მასკარად რო კაი, აჰა, გამოვხატავ მეც რა გავაკეთე. შეაფრინდა ჩვენი ვიქტორია. შვედეთის თამაშს უყურებდი გარეთ სადღაც და მაგნუსი რო აჩვენეს, ყველა მტაში დაუკრა, მეთქი ეს ყველა ცნობს სახეზე მოჭადრაკეებს. კარსენდია. ყველა დროს უდიდესი მოჭადრაკე. იმას რო გაუჭედა ინდუელს. თავისებური ისა აქ ანუ ფეთქებადი ხასიათი აქვს. აი ძალიან სასაცილო ის არის. მე დიმაყვა ეს რო დადის ბოლთას როცეს და ის ხო ცოტა ხანი კიდე ზის და რო გაივლის და ხელს რო მოუთათუნებს იფი აი რას გადავრჩიო რო გავარა აი ის რო არის ხოლმე სადღაც აი რაღაც ასტავში ვიღაც რო გაჭედავს რო ერიდებიან ეგრე ხო ნუ მაინც ეს არის რა გინდა არ გინდა აი თავისი ამ დემოკრატიულობით და ამ იმით სახალხოობით მართლა ესეთი ის არის სოფლიო ჩემპიონატი ითრევს ყველას სოფლიო ჩემპიონატია და თან ახლავს ეს ნარატივები თუ ტექსტები თუ რაც გინდა და ამბები რომელიც ამის გარშემო მოტრიალებს რომელიც სხვანაირად გაყურებინოს მარტო თამაში ხო არ არის იქ თან შეხედავ რომ სტადიონად ტრიბუნებზე ვინ იყო იქ რაღაც ჰალანდის და ბელინგემის ბრომანსი ჰალანდი გამოითქმის თუ ჰოლანი თუ ბევრნაირად მითხრეს და როგორც მინდა ისე ვამბობ რომ ჰალანდია ჩემთვის აი ცი რა არის ახლა მეც ვერ დავდებ თავს მაგრამ უფრო ხშირად ეგრე გამიგონია რაღაც მთელი ამბები რა რომ აი რაღაცა იმის იქით რა ხდება და საინტერესოა კაი ეგ იყო ფეხბურთი რომელიც დაგვრჩა ერთი თამაში კვირას და ეგ იქნება კიდე ნახე რამე რა საინტერესო იმის განმავლობაში რა ხდებოდა დღეს ხდება პირდაპირ ჩემონიკო და რაც პირდაპირ ფეხბურთთან კავშირში არის რა ჩვენი ფეხბურთელი პრეზიდენტი დიახ დღეს მასპინძლობს აი რომელი ქვეყნის პრეზიდენტს აი რომელი ქვეყნები სტუმრობენ და რომელ ქვეყნებს სტუმრობ ჩვენ და ვისთან დავიწყეთ მეგობრობა დიდი ბრიტანეთი ამერიკის შეერთებული შტატები კანადა გერმანიაც არა თურქმენეთის პრეზიდენტი არის ჩამოსული სერდარ ბერდი მუჰამედოვი ხო და ეგინო ჩამოდია რამე ძალიან ისეთი უნდა აჩუქო მაგათ ხო რაც კულტურა რაც ოქროს ხმალი რა საწმისი რაღაცები არ უნდა მივცეთ როგორც ეს თან ჩამოაქვთ ხოლმე ისე რომ ნუ პატივსაცემი საჩუქრები და შეიძლება თქვა ახლა გერმანიის იმას არ კონდეს ისეთი ძვირფასი და რაღაცნაირად განსაკუთრებულად საჩუქარი მან კიდე სხვანაირად აქცევენ ყურადღებას. ხო, არ ვიცი, აი ახლა ეგ სტუმარი როგორ უნდა ისა სტუმრის გული როგორ უნდა მოიგო, არ ვიცი, მაგრამ იქით რო ჩადიან ხოლმე, მე მახსოვს მარგველაშვილი რო იყო ჩასული და მარგველაშვილის დროს სერდარის მამა იყო გურბანგული ბერდი მუჰამედოვი ხო და მახსოვს რომ ეს მას ჩვენი გიორგი მარგველაშვილი იქ რო ცხენს ახალთექური რაღაც ულაკს ხედნი და ვერ ვიტყვი, მაგრამ ესე კარგად დააჭენებდა და დაარბია. ანუ იმას ცხენები უყარს ძალიან და ამიტომ რაღაც შეიძლება უნაგირი ვაჩუქოთ რაღაცნაირი განსაკუთრებული. ამ ცხენს ვერ აჩუქებ, იმიტომ რომ ძვირია და სადვიშოვით ეხლა ცხენს და რაღაც მოჭედილი უზანგები, რაღაც არ ვიცი, რა შევწუხდი ეხლა რომ რამენაირად ხომ დავხვდეთ, იმიტომ რომ საუბრით გაართობს და საინტერესო საღამო ეკნება და მაგის არავის არ ჩერა რას უნდა ილაპარაკო. იცი რა არის ეს უფრო ის არის რაღაც იდუმალი ტიპი არის ეს სერდარი. ხო, ყოველთვის იდუმალი ტიპი არ არის. ჰა? არა, მამა უფრო ის არის უცნაური კაცია. ის საქმეზეა ჩამოსული, თუ საქმეზეა ჩამოსული, ყოველაშვილს რატო ხდება? მაშინ ვიღაცას შეხვდეს, ვინც რამის გადამწყვეტი არის. იცი რა არის ესეც არ ვაჰეითებ მართლა ეგრეა. მაშინ იქაც ხო იცი ეს დიდწილად ფორმალურად არის ეს. მაინც გურბანგული არ ჯერ კიდე. ხო, იმიტომ რომ ის ახალგაზრდა არის ენერგიით და იდეებით სავსე. ისა ეს არ არის შემჩნეული. ბუნებრივი არის რომ ისევ ესეთი ღრმად ჩაკეტილი და ესეთი ავტორიტარული ქვეყანა. ხო, მაგრამ ბოდიში ის რომ უკან ჩავა, მე დაურეკავს და მამა რაღაც ანგარიში ჩააბარებს და ყოველაშვილი რას თქოს ბიზნეს დაურეკავს, ის ტელეფონს არ აიღებს და ხო, არ მგონი არ ეს ადულად პასუხობდეს. ხო, არ ვიცი და ყოველაშვილის არებს. არა. რატო არაში ჭირდება? მაგრამ იქნება საქმეა, რაღაც ნავთობსადენი და დერეფანი რაღაც არა გვაქვს დასალადინი. არ ვიცი, ნიკო, ჩვენ ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ აი რაღაცნაირად იმის გამო რომ Deep State-თან Deep State-ი და კიდე როგორი ის არის ომის პარტია თუ რას უძახიან. იმას აღარ ამბობენ ხოლმე ახლა.
თუ დაიწყეს ეს ამოთხარეს? გლობალური ომის პარტია, ხო? იმის გამო რომ ამ deep state-ისა და გლობალური ომის პარტიის გამო მთელ რიგ დასავლეთის ქვეყნებთან გაგვირთულდა ურთიერთობა და იკლო ამ ორფრინმა ვიზიტებმა იქით ჩასვლა, აქეთ ჩამოსვლა, რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ აი ეს ქართულად როგორ არის ლომკა. აი ამ ვიზიტების ის არის ნეხვატკა, ხო? და აი რაღაცნაირად ხდება ამ დანაკლისის შევსება. ხო, აი ესეთი გაცხოველებული მიმოსვლა არის. ახლა ვიცი რა არის ალიევს რამდენჯერ უნდა შეხვდნენ? რამდენჯერ უნდა შეხვდე ალიევს რაღაც იქით ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ესეთი გაცხოვება. ისე რა არის, იცი? დიდი სიამაყით რომ ამბობთ ამ საბჭოთა კავშირს თავი დავუხსნი. მაშინ იყო ინტენსიური ურთიერთობები ამ მოძმე რესპუბლიკებთან წითელ ხიდზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ბელარუსიც არ დაგვავიწყდეს, ხო? ეს იყო საბჭოთა კავშირი. ხო, რისი თქმა მინდა? ეს თვითონ ეს ტიპი, ხო? ახლა რაღაც საკითხებს ალბათ წყვეტენ და შეიძლება რაღაც. ახლა მე ვკითხულობდი ამას წინათ რაღაც იმას ჩვენ ბელარუსი კოლეგების მასალებს და იქაც დიდი ისა აქვს ლუკაშენკას ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ისა თაფლობის ხანა თუ რაღაც ესეთი ძალიან ესეთი ცდილობს რომ ეს ცხოველი ეკონომიკური და ესეთი ცოტა როგორ არის იცი ფილმებში ახალ მესნა რეალურ ცხოვრებაში ეგრე თქვა კორპუსში ახალგაზრდა თინეიჯერი ბიჭი ხარ და დიდ პოპულარულ სასტავში ხარ და იქიდან რომ გამოირიყები რაღაცის გამო იმიტომ რომ თუ შენ თვითონ არ გინდოდა იმათთან ერთად რა სისულელია მე როცა აღმოაჩენ რომ ნახე 4B-ში ცხოვრობს გადასარევი ჩუმი ტიპი რომელიც ასევე გამორიყულია იმათგან და მე ცალკე ქმნი მეგობრობას ასევე ხო გარიყულთა კავშირი შეიძლება დავვრქვა კი ხო იცი რა არის ახლა სულ რო ესე ის არ გავაუბრალოთ ბუნებრივია რაღაც ის მნიშვნელოვანი შეიძლება ეკონომიკური კავშირებიც გაფორმდეს დამყარდეს რაღაც კულტურული გაცვლებიც იყოს მაგრამ იცი რა არის ხო ძალიან დიდი ბოდიში ან ჩვენ რა უნდა წავიყანო იმიტომ კი არა რომ კულტურა არ აქვს თუ რაღაცა მაგრამ ან თურქმენეთს რა ჭირდება საქართველოს რა ქართული ცეკვა წავიღოთ ვაჩვენოთ ანუ ან იმათ რა განსაკუთრებული ეგეთი ის აქვს სიახლეები ჩვენის კულტურის თანამედროვე ტიპები ვინც არიან უმეტესობა არ არის მაინც კარგად სამინისტროსთან და მომიჯნავე დაწესებულებებთან დარწმუნებული ვარ რომ კი აქეთაც არის დარჩენილი ბევრი კულტურა რომელთაც ან რაღაც სიმღერას წავიღებთ ან ცეკვას ან ნახატებს გამოვფეთით მაგრამ რა მე რა ხო ის არის ძნელია ბოლომდე გაправება იცი თან მით უმეტეს რომ ჩვენი ესეთი ცივილიზებული პოლიტიკური და ესეთი არჩევანი არის რაც კონსტიტუციაში გვიწერია ხო და რაღაცნაირად იმას ზურგი შევაქციეთ იქით მხოლოდ ესეთი ნეგატიური და აი ეს დაძაბული და რაღაც ესეთი გულისმომკვლელი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და ახლა ვცდილობთ რაღაცნაირად აი ამ ჩვენი არჩევნის ვერ ვიტყვი ჩანაცვლებას თუ რაღაც აი სიმულაკრით რაღაც შეცვლას, რომ თითქოს ეს არის სრულფასოვანი ქვეყნის საერთაშორისო საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები. თან რაღაცნაირად აი ირანში რომ მიდიხარ ხა კი რას გიზამს ირანთან ურთიერთობებს რომ დაამყარებ, ანუ გარდა იმისა რომ ხა ისტორიულად გქონდეს კულტურული კავშირები და რა თქმა უნდა გქონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, ხშირ შემთხვევაში ეს ვერავინ ვერ იტყვის რომ მშვიდობიანი რეჟიმია, რომელმაც ამ წუთას არ ამოჟურა თავისი მშვიდობიანი დემონსტრანტები რაღაც ხნის წინ. რაღაც სამაგალითო რეფორმები, რაღაც ის პროცესების საზოგადოებაში მიმდინარე, რომლის გადმოღება, გადმოტანა მოგინდება, ანუ ამ ქვეყნებში არ ხდება, ხო? თან ძალიან მაზალუ არის ის ამბავი, რომ ახლა შეიძლება დამთხევა იყოს, მაგრამ ძალიან სიმბოლური დამთხევა არის, რომ ძირითადად ეს ჩვენს ამ იმას საქართველოს პრეზიდენტს რაღაც სარიტუალურ ფუნქციები შერჩა, რომ ძირითადად უწევს ამ გასვენებებში და რაღაც ესეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ხო და ნუ ეს თურქმენეთი მესმის რომ აი რაღაც ხორცელებში აღარ გვეძახიან, მარტო გასვენებებში ჩადის ხოლმე. ხო, სად ვიყავით კაი ამბავზე, რომ რაღაც ხო, მაგრამ მეგობარი ჭირში რა მოიცნობა ნიკო და ხინშიც, ხინშიც. ხო და ნუ ეს ისიც ხო ეს თურქმენეთი ძალიან ის არის რომ ნუ აი ესე თვალსა და ხელშუა ყოველგვარი რაღაც ისეთი მრავალსვლიანი კომბინაციების გარეშე ეს მამამ გადააბარა შვილს ხო ეს ძალაუფლება ხო ესეც ისეთი იშვიათი ქვეყანა არის
ესი არ ხდება, ხო? ახლა აზერბაიჯანშიც გვაქვს რაღაც მსგავსი პრეცედენტი, მაგრამ ნუ აქ მაინც ესეთი ის არის რა. იქ თავიანთი ის აქვს რაღაცა კულტურა, მაგისი და ხო, და ახლა სანამ აქ შემოვიდოდით რაღაც უცნაურობები, ხო, ძალიან უცნაური მართველი არის, ეს ხო გეუბნები, არაფრით განსაკუთრებული ამ იმეებით ჩუდაკუბებით არ გამოირჩევა და აი მამამისი ძალიან ეგეთი ისა რა, რომ აი ცხენების მოყვარული, ერთხელ ცხენიდან გადმოვარდა, ხო, რაღაც ის ყველაფერში კი რო იტყვიან, ხო, აი რეპსაც მღერის, რაღაც კლასიკური მუსიკა, ხო, რაღაც ის ათლეტურობაზეც თავს დებს და რომ დანების სროლაშია მაგარი რაღაც ავტორი არის წიგნი აქვს დაწერილი და დამავიწყდა წიგნის სახელი ვიცოდი კიდევაც მაგის წიგნი ცხენებზე წერს რაღაც წიგნებს და ცხენებზეც და ქვეყნის იმაზეც ისტორიაზეც აზიური ნაგაზის ის არის მოშენებით და რაღაც იმებით ის იყო ბიჭო ის საფარმურად თურქმენეთში როგორ ჩავიდოდი ერთი კვირა დიდი სიამოვნებით საინტერესო იქნებოდა თურქმენეთის ნახვა ერთი კვირა ახლა ვიცხოვრებდით ხო არა იმიტომ რომ ცხელა და სერდარი რო ქვია სერდარიც რა სარდალი რაღაც ძალიან კარგი ხო და ის გურბანგულის ქონდა ის გურბანგულის კი არა იმ საფარმურაც ქონდა ის თავისი დღეები და ისინი კვირის დღეებს დაარქვა თავისი ოჯახ თავის სახელი რაღაცეები დედაზე დაწერილი წიგნით და რაღაც ის ოფიციალურად უნდა ესწავლო მართვის მოწმობის ასაღებად მაგ წიგნის ციტატები და რაღაც როგორც ლიტერატურის განმსწავლებელი ეგრე უნდა ჩაგებარებინა და ისა ერთადერთი რა შეიძლება სხვაც კარგი რაღაცა აქვს ნიკო ოფიციალურად აკრძალა ეს ოქროს კბილები და ხო აზიაში თქო ის აქვს რომ ბუნებრივი რაღაც ცოტა რაც პეტრე პირველი სეულის რო წვერი გაიპარსეთ რაღაცაკეთ გადმოდეთ კი და შეზღუდვები ქონდათ ეს თმის გაზდაზე იმეებზე ამას ბევრი მე ასე რომ გადმოღება შეიძლება რაღაცები შეიძლება კიდე ხარ კიდე თურქმენეთზე ეხა უბრალოდ გამოსა რომ დრო ვიღაცებს რომ შეეკამათები Facebook-ზე, ანუ ესე კი არ ვეკამათები, არამედ ესე ვეკამათები, როცა დავინახავ და ერთ-ერთი რაზეც სულ მიჯდება ხოლმე პროტესტის გრძნობა მარტო Facebook-ზე არ არის, სადაც ამას პრავავინ მისცა და ყოველჯერზე როდესაც საშინელება მოხდება და ყოველ კვირას ხდება ხოლმე ავტოავარია, რომელიც თავიდან არიდება შეიძლება და რომელიც არის გვანადგურებს ყველა მხრივ ან რაღაცა ამაზენ ისინი, მაშინვე არის ხოლმე რომ აი მართვის მოწმობებია პრობლემა, მართვის მოწმობების საერთოდ არ არის პრობლემა. პრობლემა არის აღსრულება და შემდეგ არის წესების გამკაცრება და ამ წესების დაცვა მერე. იმიტომ რომ იმათი უმეტესობა ვინც ამ დანაშაულებს შადის ხოლმე ის არ არის რომ მართვის მოწმობა არ აქვს შეიძლება 10 წელი დატარებდეს მაგრამ ან თვალი დაჯდა და ან რაღაც საქმე და ან ის როგორ არიან აი რომ თავის თავზე რო აქვს წარმოდგენა რომ აი ძალიან მაგარი მძღოლები არიან და რაღაცა აი ნასვამობას საჭესთან ხო არანაირი გამართლება არანაირი და მე ხო Facebook-ზე დრო მიგდებ ხო მე რა თქვენს გიგდებთ ალბათ რაღაც უცნაურ ჯგუფებს რომელშიც არა ვარ გაწევრიანებული და ხშირი არის Bolt-ის მძღოლთა და Yandex-ის მძღოლთა გაერთიანება სადაც ანუ ნახევარი არის ხოლმე და ასე რაღაც მძღოლების ჯგუფი ეს ჯარიმა მივიღე და მე რქოიდ უხმაგათი სისხლი გაშრა რაღაც სიჩქარის გადაჭარბებისთვის გადაკვეთისთვის რაღაცებისთვის სრულიად ლეგიტიმური ჯარიმები აქვს დაწერილი რომელიც კიდე ხმას იღებენ და როცა მკაცრდება ხოლმე რომ აი რაღაც ეხა კიდე 20 ლარი აქ მოვმადოთ მაშინვე არის ტირილი რომ აბა როგორ ისედაც მაშინ ფული საიდან თუ რაღაცა და ან ერთი უნდა იყოს ან მეორე მართვის მოწმობები სულ არ არსებობდეს აი დაახლოებით იგივე ვითარება იქნებოდა ჩემი აზრით თუ არის მე ამ საგზაო წესების მოძრაობის არის სათანადოდ გამკაცრებული როგორც უნდა იყოს და არის აღსრულება მე პირუთვნელი იმიტომ რომ მან კიდე ნახე რა პრობლემაა რომ როგორც წესი რაღაცას რო შემოიტანან კანონს თქვა აი ქუჩის დანაგვიანება რომელიც ჯარიმა იყო ცოტა ხანი იყო აღსრულებასავით თუმცა იყო შერჩევითი და ესეთი უბრალოდ დასანახათ რომ სადღაც რუსთაველზე ჩამოივლიან ვიღაცებს დააჯარიმებენ მაგრამ ზოგადად მიდი და აგდე რამდენიც გინდა გამოჭერაზე არის ხოლმე ან როცა გამოჭერაზე არის როცა იცი რომ აი ეს ერთი კვირა აღასრულებენ მე არა სინამდვილეში ფეხზე კიდიათ უბრალოდ რაღაც კვოტა არის იქ რომელიც უნდა შეასრულო ეგრე არაფერი არ გამოვა მაგრამ არ მინდა თქვა მე ამერიკის რამდენიმე შტატის ის ვიცი შორეული 20 წლის წინანდელი გამოცდილება მაგრამ განწყობა ვიცი რომ სიჩქარის გადაჭარბება ძალიან მიუღებელი იყო ყველასთვის უკან რაც რო ის ქონოდა რა ქვია ხვედი გაკეთებული სტოპზე რო გაჩერდე და მთვალზე სიარულზე ლაპარაკი ზედმეტი ანუ
უბრალოდ კი არ დაგაჯარიმებდნენ, აღშფოთებულები დაგაჯარიმებდნენ, რომ ეს რა ქენიო. მიუხედავად იმისა, რომ არავიზე უფრო კანონმორჩილები ეგენი არ არიან და ბევრი რაღაცა შეიძლება ჩვენ უკეთესად გამოგვდიოდეთ. კი, მაგრამ მოდი ახლა მე ისა ზღოლების ადვოკატი ვიქნები. ძალიან მნიშვნელოვანი არის პატიოსნება, წესიერება, ვინც ამ წესებს და კანონებს ადგენს და თანმიმდევრულობა. ხო, ეს ის ყველაფერი, ეს ჯარიმა, წესების გამკაცრება, ჯარიმის გაზრდა უნდა იმსახურებოდეს არა იმას, რომ ბევრი დაჯარიმდეს და რაღაცნაირად ბევრი ფული ამოვიღოთ, არამედ იმას, რომ დარღვევების რაოდენობა შემცირდეს. და განცდა გქონდეთ თვითონ მძღოლებსაც, რომ რაღაც სამართლიანი ხდება. ხო და აი თანმიმდევრულობას რაც გულისხმობ, ხო? რა ლოგიკაში ჯდება, შენ თუ გინდა რომ ეს დარღვევების რაოდენობა შემცირდეს, გზაზე სიკვდილი შემცირდეს, აცხადებ ამინისტიას და აი ერთი ხელის მოსმით აძლევ ყველას მართვის მოწმობას უბრუნებ, აი ისეთ საშინელ დარღვევაზე, როგორიც არის საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომა, ხო? კი. ხო, აი ეს არის. რაც ქნეს და მაგით ვამბობ, ხარ ზოგმა შეიძლება არ იცოდეს. კი, ბატონო, ხო, თორე იმ ფონზე, როდესაც ვიღაცა ტროტუარზე თუ შეჩერდა ცოტა ხანი, მაშინ 5,000 ლარიან ჯარიმას უწერენ ხოლმე. აი ესეთი ის უნდა იყოს. მოკლედ, ის საჭესთან ვინც ზის და ვინც ამ იმას წესებს ადგენს და მე ვინც ამ წესების აღსრულებას ადევნებს თვალს და აგებს ამაზე პასუხს, რაღაცნაირად ერთმხარეს უნდა იყვნენ, მოკავშირეები უნდა იყვნენ. არა მგონია მიახლა რომ მძღოლის იმ აზრით გამოდიოდეს ავტოფარეხიდან რომ აი ახლა სადმე რამე დავარღვიო და ჯარიმა ვერ ამკიდონ და გავსხლტე და გამოსხლტე. თუმცა ანუ მოდი მეორე მხარეს ვთქვი ბარეორა რომელსაც სუფეხზე კიდია და მარტო მე ვარ აქა და ეგეთები არიან მე სხვა პატიოსან მძღოლებს რომ მაგრამ ასევე შენაზეც გავაგრძელებ აი ესეთი ვითარება ავიღოთ რომ ცოტა უხერხული ადგილია თქვა სადღაც ან გზა გასაყარზე ან შესახვევზე სადაც ადვილია რომ შენ დაუნებურად დაარღვიო წესები იმიტომ რომ თუ ყურადღება არ მიაქციე და ანუ მე წამიკითხავს და მსმენია მე თვითონ არა ვარ მაგაში ჩართული რომ აი იქ ვიღაც ჩასაფრებულია რომელიც დაგაჯარიმებს და მე ხვდები რომ ეს იმიტომ კი არ არის რომ მოძრაობის წესებს იცავს ვიღაც არამედ არის ჩასაფრებული რომ სადაც ხელი ამიცდა და ანუ თვალი და რაღაც ბოროტებით კი არ გამოვიდა რა არ არის კარგად გაკეთებული აქა და ბევრი ადგილია ეგეთი რომელსაც იმის ნაცვლად რომ აი მაღაზე იფიქრო რომ ეს როგორ დავალაგოთ არის რომ აბა როგორ მოვწველოთ ეს ხა გოჩანელნელა ბრაზდება რომ ეს ორი გზავრი აგერ ლაპარაკობს ასეთი აპლომბით და მე აგერ ასეთი სტაჟიანი მძღოლი ვარ ჩუმად. გოჩა ის კაცი არ არის რომელიც სისულელეს მოისმენს და მოითმენს. ასე რომ რასაც ვამბობთ სტაჟიანი მძღოლის მხრიდანაც შეიძლება მისაღები არ იყო, მაგრამ აღმაშფოთებელიც არ ყოფილა და ეს ჩემთვის ლაკმუსის რა აქვს, იქნებ გადაცემის დამთავრებას ელოდება. აქ არის თქმის ეთერში. არასდროს მე არ მინახავს რომ გოჩა გადაცემის დამთავრებას სტალოდებოდა. თუ არის რამე სათქმელი, იქვე არის ხოლმე ხანდახან კომენტარში დაწერს იქვე და ჩასაფრებას რო ამბობ შენ. აი ჩასაფრების კიდე უზარმაზარი ტრადიცია გვაქვს. ჩვენ იმასაკის ხალხი ვართ, რომ გვახსოვს დიდი ჩასაფრებები, ეს კი არა და არ არსებობდა ესეთი გაიშნიკი საგზაო ინსპექციის თანამშრომელი, რომელსაც კაი ესეთი ჩასასაფრებელი ადგილი არ ქონდა, ესეთი სარფიანი. ხო. ეგ იყო ჩასაფრების ოსტატები იყვნენ, როგორიც ისე გისაფრებოდნენ, რომ დაინახავდი უკვე გვიანი იყო და წინააღმდეგობის გაწევასაც აზრი არ ქონდა და მიდიოდი პირდაპირ უკვე გამზადებული კუპიურით. ან მეორე ვარიანტი იყო, ეხლა გამახსდა ბოლოსკენ იყო მაგ დროის მეგობართან ერთად მაშ პატარები ვიყავით, რომ მანქანით სადღაც დავარღვიეთ. და იქ მანქანამ გაგვაჩერა, მობრძანდით აგერაქო და ჩემ მეგობარმა შეხედა ბიძამის დაურეკა, რომელიც მოვიდა დაახლოებით 10 წუთში, თანამშრომელი იყო ის რაღაცნაირი, არაფერს საუბარს ადგილი არ ქონია, ეს მანქანიდან მოვიდა, ამათ შეხედა, იმათ შეხედეს, ვერ ციცნეს, მაგრამ მიხდნენ რა ხო იცი. შესამჩნევია ხოლმე მაშინდელი პოლიციელი და ისი რა არის? ეხლა რთული გასარკვევია, იმიტომ რომ უბანში ვარ ხვდები ხოლმე რომელია პოლიციელი, რომელი ძველი ბიჭი რაღაცნაირად ისეთ განახო. შავი შეცმული დაძაბული. ფორმაში რო დავინახავ მიხარია რა, ანუ მან ხვდები სანამ აქვს აქ. მართვის მოწმობაზე ჩვენ გადავედით თურქმენეთის იმიდან, ხო რომ აი ეს წიგნს წერდა და მართვის მოწმობის ასაღებად ის იყო. რა ვიცი, იქნებ ნიკო იმდენად ის არის რთული არის იმ ციგნის დასწრება, გონება გეხსნება და სულ გახსოვს და წესებს აღარ არღვევია. იგი რაღაც ლოგიკური კავშირი არის იმ ეს რაღაც სასწაული ციგნის დასწავლასა და მართვის მოწმობას
შორის. იცი რა ჩვენ ქონდა სტატია რომელიც თვალში მომხვდა და არ ვიცი ვის დაწერილი იყო მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით რომ გამოცდა თუ ტანჯვა სალომე ჩადუნელის. კაი სტატია იყო. ვიცით იყო. ალაგ-ალაგ მნიშვნელოვანი ადგილებს. ხო. მაგრამ გავეცანი კი და ის იყო ჩანდა რა რა თვითონ ვერ აიღო. ხო რა. კი, ნეგატიური გამოცდილება, ერთი სიტყვით. ხო, ასევე მაგ სტატიას რომ გაეცნობით, ასევე უპრიანი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ხვალ გამოქვეყნდება. დიდი ამბები არის და ვნებათა ღელვა არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ბაბლში და ეჭვმახსოვს შენს ბაბლში, რიყის ეგრეთ წოდებული დოქების აღება დემონტაჟზე. ამაზე გვექნება ჩვენ ხვალ ვრცელი მასალა, ლუკა პერტაია, რომელიც არის ჩვენი ახალგაზრდა და ძალიან ძვირფასი თანამშრომელი, ელაპარაკა ამ პროექტის ავტორს, ძალიან ცნობილ არქიტექტორს, იტალიელს, მაქსიმილიანო ფუქსასი. 88 წლის არის, ჩაწერა და ძალიან საინტერესო დეტალებითა რას ფიქრობ როგორ. შენ რას ფიქრობ? ფუქსასზე მეტად შენი აზრი მაინტერესებს. იცი რა არის ნიკო? იმიტომ ძალიან შერეული გრძნობები მაქვს მაგასთან დაკავშირებით და ესე ცალსახად ვერ ვეტყვი. როგორ არანორმალურ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება ბოლო დეკადების განმავლობაში. აი ახლა ვინც აპროტესტებს ამ იმის ნაგებობის აღებას, დარწმუნებული ვარ, დიდი ნაწილი თავის დროზე აპროტესტებდა ამ ნაგებობის რიყეზე დადგმას. და ორივე შემთხვევაში არიან რაღაც დიდწილად მართლები. აი ასეთ იმაში გვიწევს ცხოვრება. იმიტომ რომ ჩემთვისაც თვითონ პროცესი ორივე შემთხვევაში წარიმართა რაღაც არანორმალურად, წესის და რეგის მიხედვით ქალაქში არის ხოლმე, ხო, რაღაც კომისია, არ არის რომ ზევიდან ვიღაცამ ხელი დაადო და აქ შენდება. არის ხალხი, რომელიც იმსჯელებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას. დადგმის შემთხვევაში მე ვიზუალურად მომწონდა ყოველთვის თავიდანვე, მაგრამ მაგაზე არ იყო იმას არასდროს არ უმუშავე და არც ყოფილა ახლოს ამ კულტურულ ცენტრად ამუშავებასთან. ის კი არ იყო რომ 2012 წელმა უწია მიშას და ამიტომ ვეღარ მოასწრო რომ ბოლომდე გაეკეთებინა. იყო რომ თავიდანვე როცა დაიწყეს გაკეთება არ იყო საკმარისი ფული მაგისთვის, ისედაც უამრავი ფული დაიხარჯა და ასევე არ იყო ორგანულად იქ ის არ იყო რომ აი რაღაც იქ ხელოვნების ცენტრი გვჭირდება, რაც მოდი ავაშენებთ და მე თავისით მოიზიდავს და რაღაცა პროცესები წარიმართება. იყო გარედან რაღაც და შიგნით ერთხელ ვიყავი შესული და რაც არ იყო დამთავრებული არასდროს. ხო, იცი რა არის? და თან მე იყო რომ ეხა კაი არა იყო რა უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ მე მგონი რომ ბევრჯერ სადეს გაასხვისეს რომ იქნება რაღაცა გავაკეთოთ შეგნით და ადგილს გაათავისუფლებენ და რაღაც სხვა რამეს ააშენებენ და ახლა რაღაც ესეთი გამოცდილება გვეუბნება რომ რაღაცას მაღალი корпуს რაღაც ესეთ სასტუმროს დაახლოებით იგივე ესთეტიკის ლითონის ამინის ამით ააშენებენ. ხო, რისი თქმა მინდა ნიკო, იცი? აი ვერასოდეს ვერ იმუშავა ხო არ დასრულდა და რაღაცა. ეგ ყველაზე ცუდი ეგ არის რომ რაღაცნაირად ეს ახალი ხელისუფლება, მოსული ხელისუფლება, წინა ხელისუფლებას უბრალოდ ოპოზიციაში კი არ რაღაც კრიჭაში უდგას და კარგია, ცუდია თუ რაც არის, ფუნქცია შეძენილი აქვს, შენობას თუ არ აქვს, რაღაცნაირად უნდა მოსპოს და მოანაგავოს, ხო? აი წლების განმავლობაში ესე იყო ეს ავლაბრის რეზიდენციაც цаრიელი და უფუნქციოდ და ახლა მიხვდნენ და ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეუშვეს, რომელიც დადიოდა ხანიკ და ვიცით სხვა სამინისტროები, რომლებიც იჯარის უზარმაზარ თანხას იხდიან და ეს სახელმწიფო სივრცეები თითქოს არ იყოს ათვისებული. ქუთაისის პარლამენტი. ხო, ქუთაისის პარლამენტი მაგალითად, ხო. ხო, მოკლედ, ეს თვითონ ეს დამოკიდებულება ცუდი არის. თავის დროზე როცა შენდებოდა, უყურე, ეს რიყი არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი ამ ძველი თბილისისთვის და ეს ძველი ქალაქისთვის. ტერიტორიაც დიდი არის და აი თაობები ამ არქიტექტორების თაობები იზრდებოდა აი ამ კამაჩში, იცვლებოდა უпроსტად ამ კამაჩში აი ეს რიყის პროექტზე, როგორი უნდა ყოფილიყო და აი საკონსტრუქტორო ბიუროები ერთმანეთს რაღაც იმებს ვარიანტი. აი იოსებ გრიშაშვილსაც კი ადრეც ბითქვია, ადრე დამიწერია კიდევაც, რომ თავისი ხედვა ქონდა და რაღაც იდეები ქონდა, როგორ უნდა იყოს რიყე მოწყობილი, რომ იქ უნდა გაკეთდეს რაღაც ღია მუზეუმი დაახლოებით ადამიანის მასშტაბის ქალაქის მაკეტი, რომ აი მიდიხარ და აი მთელი თბილისს მოივლი თავის ახალი ძველი უბნებით, ახალი უბნებით, აი პატარა თბილისი რო გაკეთდეს ეს და იყო ასევე პანთეონის
მოწყობის მცდელობა პანთეონის ფსევდოპანთეონი ახლა იქ ის კი არ გადმოასვენებდნენ ვინმეს აი ქალაქში ყველა მნიშვნელოვანია ადამიანი ვისაც ქალაქში უცხოვრია ან ქალაქთან რაღაც შეხება ქონია კიდე სხვა იდეებიც იყო ჩანჩქერის და რაღაცა მძველი თბილისის რაღაც მინი მოდელის გაკეთების და იყო სულ კამათი და ის და მე უცბად ესეთი ვოლუნტარისტულად გადაწყდა აი ამ იმის აშენება რამაც მე ხელოვნებაცოდნეების და ამ არქიტექტორების და ბევრის ის გამოიწვია წინააღმდეგობა თვითონ პროცესის მიმართ საინტერესო არის თვითონ სააკაშვილიც გამოეხმაურა ამ ამბავს და აი ესე იხსენებს 2012 წელს ეს მოკლედ რო ეს ხელისუფლება იცვლებოდა რომ აი როგორი წინააღმდეგობა ლანა ღოღობერიძე მოვიდა უძახის ეს წითელი ინტელიგენციის თავმავალი და მოითხოვა ამ იმის თეატრის და ამ საგამოფენო სივრცის აღება მე ის ის და ეხლა ეს მიშა კიდე ლანაზე როგორც წითელი ინტელიგენციის სალომე ზურაბიშვილს ახსენებს კიდე ხო რომ ეს უყურე ეს წითელი ინტელიგენციის პირდაპირ ბოლშევიკური ოჯახის შვილი ლანა ღოღობერიძე ტელევიზიებით მოვარდა აქ და მოითხოვაო ხო უყურე ხო ამას რეჟისორი ეთხოვდაო და მე ამბობს ისა შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ფუქსასის გენიალურ ქმნილებას უწოდა სოფოს ძუძუებიო ეს არ მახსოვდა რატომღაც არც ერთ ფემინისტს ხო და ნუ მოკლედ მოითხოვა დაანგრევა და მე იმან სოლოლაკელმა ჯაყომ ის ასევე დაანგრიაო ეს სოლოლაკელი ჯაყო გამოიცნო ვინც არის ხო და ნუ ის ხო გეუბნები თავის დროზე იყო წინააღმდეგობა დადგმაზე ახლა წინააღმდეგობა არის ბიზნეს ახლა სოლოლაკელს ვეძახით სოლოლაკელი ჯაყო ესე ამბობს ანუ კარგი არ ვიცი კონდა რაც ჭორვილას უსვამდნენ ხოლმე ხო და ნუ თვითონ ეს არის რა რაღაცნაირად ახლა თურქმენეთს რო ახსენებდით იქაც არავის არ ეკითხება ისე აშენებენ და იმაცვლიან ყველაფერს იმან პირველმა სხვათა შორის ესეთი თავის კანდაკება უზარმაზარი დადგა ტრიალებდა მზესთან და ოქროს და იმ რაღაც ეგეთი სტამბეჭდავი ხო და აი ეს თვითონ ქვეყანას არ ახასიათებს კარგად თავი დავანებოთ კარგია ცუდია იმ ქალაქის მასშტაბისთვის იმ ძველი ქალაქის ქსოვილისთვის როგორია რაღაცა აი ეს ორი ამბავი რაც ახლა ხდება და რაც მაშინ მოხდა გარდა იმისა რომ ერთ შემთხვევაში აშენებაზეა და მეორე შემთხვევაზე დემონტაჟზე არის ხო აი ესე რაღაცნაირად ის იყო მუშტის დარტყმით მიღებული გადაწყვეტილება ამან შემთხვევაში კიდე ის იყო რომ ის გარედან კი აშენდა მაგრამ შიგნიდან კიდევ ბევრი რაღაცა იყო გასაკეთებელი მგონი ერთი იმდენი იყო დასახარჯი რომ რაღაცამდე მისულიყო და რამდენჯერ იყო რომ ამაზე ტენდერი გამოაცხადეს გასხვის და არ გასხვის და ჩაიბარეს ვიღაცას შეეტენა იმანურაძეს სხვა შეეტენა რა შეიძლება ეჭვი შეიტანა რომ ეგ ხელოვნური პროცესი არის რომ აი სპეციალურად უყურე ჩვენ ვიცით რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ესეთი რაღაც ხანგრძლივი გათვლები და გრძელვადიანი ხო მაგრამ მე ჩემი ის იყო მანდა მიხვედრა რომ არავის არ უნდოდა არა რომ დაესრულებდნენ მოკლედ ესე არის ხო იმის გურამიშვილის არ იყოს კახელების აღმახნული ქართლობა და პარცხესო აქაც რომ იმ მიმართულებით იარა ამ იმას ახალ ხელისუფლებას 2012 წელს მერე მოსულ ხელისუფლებას და მიეყვანა ეს პროექტები ბოლომდე ანუ მიეცა შანსი ამ პროექტისთვის აბა მიიღებს ქალაქი შეიძენს სიცოცხლეს მიზიდულობას მე ვფიქრობ აი იმ ხიდმა იმან ევროპის პარკმა რაღაცის მიზიდულობა გააჩინა ტურისტული და ეჭვი მაქვს რომ ესეც რაღაცნაირად მას ტურისტულ ქსოვილში გაცოცხლდებოდა და წესით შეიძლება უყურე მხოლოდ იმის გამო რომ აი აქ იდო ეს ორი ეგრეთ წოდებული დოკებს ესე ხალხი ეძახის თორე დოკებთან არანაირი კავშირი არ აქვს როგორც ეს არქიტექტორიც ამბობს ხო რაღაცნაირად ბევრმა მიიღო ხო აი ვერ იტყვი რომ ხო ვერ იტყვი ესე ხას ვერ გადაუსო და საერთოდ ამ არქიტექტურას ეგ ახასიათებს ხო შეიძლება თავიდან ესე ეჩვენებოდეს ადამიანს ან პროფესიონალ ხელოვნებაცოდნეს და ასე შემდეგ რომ არ არის ორგანული ქალაქისთვის მაგრამ რაღაცნაირად მოთელავს ქალაქი თავის ჭკუაზე მოიყვანს და აი ეიფელის კოშკი ხო ბევრს აღიზიანებდა და არ იღებდა და ნუ გახედვა არ უნდა და იქითკენ მაგრამ ახლა დღეს წარმოუდგენელია და მოკლედ ამ პროექტს არ მიეცა საშუალება ხო რომ დასრულებულიყო ნუ ახლა ვიცი რა არის საგამოფენო სივრცე იქნებოდა და საკონცერტო სივრცე იქნებოდა. იქ რო რაღაც კონცერტები იმართებოდა, ხო ხალხკრავალი ადგილი არის არა? ძალიან ესეთი ტურისტული ის არის. თან ახლა მტკვარზეც რაღაცნაირად დაბრუნდა ეს ნაოსნობა რაღაც ის იქ სულირება ხალხი. აი იქ ახლა რო სუხიშვილები იცეკვებენ რაღაც ის ვიღაც ესეთი ის იქნება მნიშვნელოვანი საკონცერტო ღონისძიება და დარწმუნებული ვარ რომ
ამ ტურისტული ის იქნებოდა ღირსშესანიშნაობა. ხო, მაგრამ მაშინ ვის უნდა იყოთ, მაგის ამოღება, ანუ ბიზნეს კუთხით ის იქნებოდა. ხო, არ ვიცით ნიკო, ახლა ეს ჰიპოთეტურად ეხლა ვფიქრობდი, რომ ამ 2012-ის მერე რაც კულტურულ საგანმანათლებლო სამუზეუმო რაღაცა ეგეთი რა აშენდა ამათ ხელში. ქუთაისში სასწავლებელი უნივერსიტეტი და ალბათ ბლექსიანა. ბლექსიანა ხო იყო. არა, ნუ გაიმართა, ნუ კაირო რაღაც. მანამდე არ ფუნქციონირებდა, ეხლა ფუნქციონირებს. ხო და ისიც არ არის რაღაცა არ მონგებიანი და რამე, ხო ეს? არა მგონია, ხო. ანუ ალბათ უფრო დანახარჯიანია ვიდრე ეს. მაგრამ რაღაც ახალი სივრცე თბილისში რო გაჩნდა, რომ რაღაცა გარდა იმისა პარკები მოეწყო, კი ბატონო. და სასტუმროები, აღარ შემიძლია სასტუმროები. იქაც ახლა რა შემოდიან, სულ ყველგან რაღაც სასტუმროა, ვინ ჩამოდის ამდენი სადმიდიან. ხო, ის რაც იყო თან ზვერიანებია. ხო, ნუ ახლა იაფი მე მგონია აღარაფერი აღარ არის. იქ რიყეზე რაც იყო ახლა ეს სააკაშვილი ამ იმაში თავის სტატუსში, ვრცელი სტატუსი არის, ხელგან მოაქვეყნა. ის ამბობს რომ ნუ იქ რიყეზე იყო მიტაცებული სივრცეები და რაღაც ესეთი ის უგემოვნო რესტორნები ხო. ხო, იყო რაღაცნაირად ეს ძირთად სარესტორნო სივრცე იყო გახსოვს შენა, ეგ ახლა ხო, დიდი რესტორნებში მოსიარულე ხალხი ჩვენ არა ვართ, მაგრამ იქ იყო ეს რაღაცნაირად ისა ეთნოგრაფიული კუთხით დანაწევრებული ეს რესტორნები რაღაც სვანური კოშკი და სვანური სამზარეულო რაღაც მეგრულიოდა და ასე შემდეგ და ხო არც მაგისტვის გაგემეტებოდა, გაგემეტებებოდა. ხო, უფრო რაღაც სხვა მასშტაბის ამბავს მოითხოვდა ეს რეგიონი. თავიდანვე რომ მოვიდეთ, იმიტომ რომ დიდხანს ვლაპარაკობთ ამაზე და მე მგონია რომ სწორი აქცენტებით დავიწყეთ და ესევე უნდა დავასრულოთ. მან ყველგან პრობლემა არის ხოლმე პროცესში და არა თვითონ გადაწყვეტილებაში, იმიტომ რომ არის გადაწყვეტილებები, რომელიც ყველას არაფერი არ მოეწონება. ზოგს აშენება უნდა, ზოგს დანგრევა უნდა, ზოგს ესეთი მოწონ, ზოგს ისეთი. მთავარია ვინ იღებს გადაწყვეტილებას. თქვათ პრაღაში არის ხოლმე რომ რაღაცა საბჭო რომლებიც არიან ესეთ კარგა კონსერვატიულად განწყობილი რომ ჩვენი ქალაქი შევინარჩუნოთ და ნუ დროდადრო კაი დათმობენ რომ ან ფული შემოდის ბევრი ქალაქს ან საჭიროა ან რაღაცა აქ ჭირდება რომ რაღაც შეუცვალოთ ან უბანია გამოყოფილი რომ იქ აშენეთ რაც გინდათ იმიტომ რომ მაინც ახლა ესეთი რა მოხდება აქ ძალიან სხვა მკაცრი წესები უნდა გავიდეს ის ხა რიყეზე რა მოხდება ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მე მართლა საუკუნეების განმავლობაში ალბათ იმიტომ რომ ნუ ქალაქის თბილისი ეგ არის საბოლოო ჯამში, ხო რა რაღაც, ანუ კი არ ვაყენებ სხვა უბნებს შეურაცხყოფას, მაგრამ ნუ ხო და თან რა არის ყვარი რაღაცა გას ვახტანგორგასალი იქით ასე შემდეგ. ადგილი ახლა, ნუ არ ვიცი. ბევრი არა გვაქვს, შეიძლება რაღაცა თქვას ვინმე რო არისო და ვინ იღებს როგორ გადაწყვეტილებას და ყველას ესმის ხოლმე წესიერ ქვეყნებში, რომ ესეთი ტიპის ორგანოებს უნდა კონდეთ დიდი დამოუკიდებლობის დიდი ხარისხი, იმიტომ რომ ნებისმიერ ხელისუფალს ექნება სტუნება და ავტორიტეტი, რომ თვითონ უკარნახოს და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ნაკარნახევი ბიზნეს ინტერესებით, ან შეიძლება იყოს უბრალოდ რა ესე მინდა რომ გაკეთდეს და ამიტომ ხა ისევ ამბობ რა ვიცი რომ არც ყოფილა ეგრე მაინც არასდროს, თუმცა შეიძლება რაღაც დროს იყო კომიტეტი, რომელიც უფრო დამოუკიდებელი იყო ხელისუფლებისგან, არ ვიცი, ეხა არა. ხო ემჩნევა ქალაქს რო არა. აი იქ წეღანე გასული რო ვიყავით, სანამ გადაცემა შემოვიდოდით, ეგრე არის რომ ახლა ესეთი იმით ძალიან მაღალი სტანდარტით რომ მიუდგე და აი ის ძველი ქალაქის ქსოვილში არ ჯდება ეს მასალა თვითონ რაც არის და მასშტაბი და ასე ახლა რო შეხედვა ამ უკვე ძველ თბილისსაც, ხო, აი სადაც ნუ განსაკუთრებული დაცულობის ზონა არის და რაღაცა, აი ესეთი შტაბ-ბეჭდილება იქნება, რომ ყველა სტილის არქიტექტურა, მაღალი ხარისხის, დაბალი ხარისხის, ფსევდო, კიჩი, რაღაც დიდი შემოქმედება, რომ მოაგრო პეში და გადააყარო ესე და შემთხვევით სადღაც დაეცემა და აი ესე არის, ხო? ისეთ ადგილას შეხვდები რაღაცას მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის და 21 საუკუნის ამ არქიტექტურის ესთეტიკას, რომ აი 2 კვადრატულ მეტრში, ხო, აქ ამას აქ რა უნდა, ამას აქ რა უნდა. აი ახლა მაგალითად იქ თავისუფლების მოედანზე სასტუმრო რო არის, ხო, და გარშემო რაც არის ის მე-19 საუკუნის ყოფილი გიმნაზია და ისა, ახლა მუზეუმი სადაც არის, მერე ეს თვითონ ეს შენობა ეს რუსთაველის გამზირით იწყება და ეს კიდე ამ შუშის ნაგებობა რაღაც ესეთი ფორმის, ხო? აი სამი ისეთი რაღაცა არის, რომ ვერ წარმოიდგინდა. ეს კომისია უნდა იყოს დამოუკიდებელი, ხო? დამოუკიდებელი პირველ რიგში და მეორე კომპეტენტური.
გასაგებია რომ იქ ბიზნესი, ფული, რაღაც ეკონომიკური მაგას ვერასდროს ვერ გამორიცხავ და ხანდახან საჭიროა ხოლმე, ანუ მე და შენ რომ არაერთხელ გითხრობთ რომ უფრო მაგრივ კონსერვატორები ვართ და ხშირად ცვლილებას ქალაქის გარეგნობისთვის ვეწინააღმდეგებით, მაშინაც კი როცა პრინციპში ალბათ საჭიროა, ან შეიძლება არ აუშავდეს ან რაღაცა, მაგრამ ეგეც ანუ კამათის და იმის საკითხია ხა ქალაქი მისი მაცხოვრებლებისგან შედგება და ალბათ როგორი განწყობა არის, მაგანაც უნდა განაპირობოს. ეს საზოგადოებაში რომ კამათი იქნება და ის ვიღაცას სინჯარა მოწონს, ვიღაცას დოქი, ვიღაცას ბოთლი, ვიღაცას შტოფი და რაღაცა სულ იქნება. ახლა ისი არ მოხდეს რომ დოქები აიღონ და შტოფები დადგან, ნიკო რაღაც ეგეთი. აი ეს ქალაქები მე მსჯელობს ხოლმე და ზოგი ვთქვათ ჰოლანდიაში, ჩეხეთში ეგრე არის რომ ეს ქალაქი გადაწყვეტს რომ ჩვენ მარიხუანას არ ვყიდით, იმიტომ რომ კი ტურისტები მოდიან, მაგრამ არ გვინდა რაღაცნაირი ბანძი ტურისტები არიან და სხვა რაღაცას ვიზამთ და ანუ იმსჯელეს რომ ნაკლები მოგება გვექნება, მაგრამ ნუ სამაგიეროდ უკეთესი ჩვენი აზრით ის იქნება ღამის ცხოვრება მაგის გარეშე. მეორე ქალაქი გადაწყვეტს რომ არა, ჩვენ ეს ფული გჭირდება და ტურისტებსაც არ აუშვათ ვინც აქ ჩამოდიან, რა პრობლემა არის. ჩეხეთის ერთი უბანი გადაწყვეტს, როგორც sagt, რომ ჩვენ აქ არ დაუშვებთ სქროლებს და იმებს. აი არ გვინდა რა. მე ზოგი ამბობს რომ როგორ ანუ ხანდახან მჭირდება სქროლი არ წავიდე, ანუ ამ უბანში არ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ აკრძალულია, იმიტომ რომ ესე შევთავდით ჩვენ ყველანი და პატივი ვიცეთ, ანუ იქაც იყო ალბათ 100 სხვადასხვაობა. იქაც იყო ვიღაც ტიპი ჩეხეთის უბანში, ვინც ამბობდა რომ არა სქროლები გვინდა, აქ პირიქით გჭირდება და სხვა მოუთხეს რომ მოდი კენჭი ვყაროთ და შენ უცერესობაში ხარ ახლა და ის შეეგუა მერე და ნუ აი განზრახულობაში რომ უკეთესი უნდა ქალაქისთვის, ამაში მაინც არ უნდა ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს. შენ სახლთან გვერდზე ქუჩაზე ჩამოინგრა ისტორიული ძეგლია ისა, ნაწილობრივ სახლი, რომელიც ახლა ის ქუჩა ჩიხად იქცა, იმიტომ რომ გადაკეტილია. მეზობლების ნალაპარაკებს ვამბობ, ანუ ფაქტად არ ვიცი და რაღაცა რომ მოდიან და იქ მაცხოვრებლებს თავაზობენ სასაცილო ფასს კვადრატულში, რაზეც ისინი უარს ამბობენ სრულიად სამართლიანად და ეს ალბათ ესე გაგრძელდება და მე ჩვენი ქუჩა, რომელიც აქამდე ქუჩა იყო, ახლა გადაიქცა ავტოსადგომად, რომელიც ვიღაც რენდომ ხალხი მანქანას აჭერებს, სულ არის პრობლემა, იმიტომ რომ იქ რა სამი მანქანის ადგილია სულ და ვიღაცამ ღამე იქ გააჩერა, მე ვინ მიხედავს მაგას? ხო, აი ეგ არის. აი განზრახულობაში, სულ ცოტა კომპეტენტურობაში, მაგრამ განზრახულობაში მაინც უნდა იყოს საზოგადოება დარწმუნებული, რომ ვიღაცა რაღაც ორგანო გადაწყვეტილებას რო იღებს, ხო? იმის გამო კი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ რაღაც ქვედა დინებები და სარგებელი. ხო, აქაც ახლა ის შემთხვევა არის, რომ არ ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ქალაქის საუკეთესო ინტერესებიდან მოქმედებენ, რომ უკეთეს რამეს ააშენებენ. და პროაქტიულად არ მოქმედებენ. კიდე ნახე, აი რესპუბლიკის მოედანზე რუსი ტურისტი გოგორო ჩავარდა და იყო საშინელება რო იყო და მე იმიტომ რომ მართლაც და იქ დავდივარ ხოლმე და იყო მიწქვეშა გადასასვლელი აქამდე, რომელსაც ძალიან თუ წინ არ იყურებოდი, შეიძლება ჩავარდე მართლა და ჩავარდა ეს ადამიანი დაიღუპა. მე ხა გააკეთეს ისე რომ ვერ ჩავარდები. ამის მერე იყო რომ პირველ სკოლასთან, მეგონი მასწავლებელი იყო ეს ქალი, არ ვიცი, აი ესე ქონდა ვიდეო გადაღებული, რომ ფარტივად შეიძლება რომ ბავშვი ფეხი დაუცდეს და ჩავარდეს და ზუსტად ესევე ჩავარდეს სადღაც ქვევით და მიხედეთო. მე შევხედე და მიხედილი, ანუ ისე არის გაკეთებული, რომ იქ ჩავარდა, აღარ არის ადვილი, რაღაც შემოსაზღვრულია, ძალიან კარგი, მაგრამ ასევე მიჩნდება შეკითხვა, რომ ესეც შენი არ იყოს, თუ თავი არ გადადო ვიღაცამ ვიდეო არ ჩაწერო, რომელიც მე ვირუსულად გავრცელდა და ხო უნდა იყოს რაღაც სამსახური, რომელიც დადის და ამბობს, რომ ბიჭო, აქ ბავშვი შეიძლება ჩავარდეს, მოდით ახლა გავაკეთეთ. ჩემი ერთ-ერთი ტკივილი იყო ყოველთვის და დღემდე არის, რომ როცა ზაფხულია და რწყავენ ხოლმე გაზონებს, სხვა ქალაქებშიც ყოფილა. არსად არ არის, რომ ის სარწყავი მერხებს ასველებდეს გარშემო, ნახევარ ქუჩას ასველებდეს, ესე აკეთებდეს და უაზროდ იხარჯებოდეს უამრავი წყალი, რომელიც ძვირი ღირს ისედაც და მეორე არაფრის გამო, იმიტომ რომ ძალიან ადვილია, რომ იქ რაღაცა დაარეგულირო, რომ ეგ არ ქნას. ანუ რა ვიცი რომ ადვილია, იმიტომ რომ აი როგორ შეიძლება რომ არ იყოს, ანუ ეგ ხო წარმოუდგენელია, სხვაგან არ ხდება ხოლმე ეგრე. ანუ ერთადერთი რითაც ეგ აიხსნება, არის სამსახურებრივი გულგრილობა. როდესაც ვიღაც ტიპი რომელიც ჩარტ ერთი ამისიც იქნება, იმის უფროსმა შეხედა და და ის მე აღარავინ აღარ შეამოწმა და აბსოლუტურად ადვილი დასანახია რომ ქალაქში რომ იყო, ეს რო არის ჩართული ძალიან კაი, გაზონები მოირწყას, მაგრამ მე ნახევარ ქუჩაც მორწყულია ამასთან ერთად და ვიღაცამ წკეპლა ხო უნდა გადაარტყას მეტაფორულად უფროსმა უმცროს და უთხრას რომ დაარეგულირა რომ წყალი დაეცეს ბალახს და არ დაეცეს სკამს.
აი ხშირ შემთხვევაში ქალაქში უბედურებებს აი ეგეთი გულგრილობა, აი თელავის მაგალითი ახლა ხო იქ გადარჩა და ახლა აღარ გავხსნით ახალ თემაზე საუბარს ხო, მაგრამ აი ხო თითქოს სტიქიური უბედურება არის, მაგრამ აი იმ სტიქიური უბედურების უკან დგას აი ჩვეულებრივი ადამიანობის გულგრილი მოქმედება და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი მოქმედება გადაწყვეტილებების მიღების დონეზე და მოქმედების დონეზე და პრევენციის და ყველაფრის დონეზე. გასაგებია რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს ისეთი ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ რაც ერთხელ მომხდარა, იმაზე ხო შეიძლება იფიქროთ არაერთხელ მომხდარა ეგეთი რაღაცეები, ხო? აი ერთხელ რო ჩავარდა ადამიანი მიწისქვეშა გადასასვლელის დაბალი მოაჯირის გამო, ხო შეიძლება ყველა მიწისქვეშა გადასასვლელს შემოუარო და ნახო რომელი ხო აი ნუ რა თუნდა ახლა ყველა ვიღაცამ დაიაროს და თქვას რომ აქ საფრთხე არის თუ არა. უბრალოდ იმიტომ კი არა რაც პოლიტიკური პასუხისგებლობა ან რაღაცა ადამიანურად რომ შენ გავალია ეს და შეიძლება რომ ვიღაცა მოკვდეს აქ. მომენტ თუ შეიძლება მოდი ისე ვქნათ რომ არ ჩავარდეს ადვილად. ვაკაც ერთხელ მოხდება სტიქია ორჯერ და მე არის რომ სტიქია არასდროს უნდა ვიცით რომ სტიქია ანუ დედამიწაზე ვცხოვრობთ, მაგრამ რაღაც პრევენციის დონე მივიღეთ ან მე რეაგირების. ყველგან ხდება აი ყველანაირ არგუმენტს აბათილებს და ყველანაირ დისკუსიას კლავს და აი რაღაც ტვინის ყველა უჯრედს იმაშება აკრობს. კამათის იმას ხო პირიქით უნდა ხდებოდეს. ყველგან ხდება კი არა, რა ჩვენთან რატომ მოხდა და რო არ მოხდეს. ყველგან ხდება, აი რაზე აღარ ვილაპარაკოთ საერთოდ ეგ. ხო, და მე რომ მოხდება, რა სიჩქარით ვირეაგირებთ და ვინ როგორ სწრაფად გააკეთა ისტორია. ყველგან ხდება, შარშანი იყო ხო, აქ მუშაობდი. ავღანეთში იყო მიწისძვრა, რომელიც არც არავის არ გაუგია დედამიწის ზურგზე, მე გავიგე, იმიტომ რომ ახალ ამბებს თარგმნიდი და ერთი 15000 კაცი მოკვდა, ანუ პატარა ის კი არ იყო, მიწისძვრა იმდანად არ იყო პრობლემა ის მე რაც მეწყერი წამოვიდა და რაც სოფლები და საშინელება ხდებოდა რაც მე იქ ვნახე და ყველგან ხდება უარესი იყო, ანუ გაცილებით უფრო ნელი რეაგირება ჰქონდათ, ვიდრე ჩვენთან შეიძლება ჰქონდათ. ყველგან რო ხდება, ჩვენთანაც რომ შეიძლება მოხდეს, მაგისტვის უჭირდება ცოდნა, გონება, სიფხიზლე წესიერება და ასე შემდეგ. თორე აგარ ახლა ზაფხულში ის იყო სიცხის ტალღა დაატყდა ევროპას და რაღაც 10000-ობით ადამიანი მოხდება ხოლმე. თერმული ხუფი და ესპანეთში ყოველ წელს რაღაც ცეცხლები ჩდება, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილება ასე შემდეგ. იქაც შეიძლება ვერ გავუმკლავდეს, ჩვენთანაც ხანძარი იყო, ყოველ ჯერზე ყველაფერი თავრობის ბრალი არ არის ცხადია რომ მოხდა, მაგრამ არის პასუხისგებლობა არის რომ რა საკმარისი ქენი პრევენციისთვის და საკმარისი ქენი თუ არა, როცა სწრაფი იყო თუ არა რეაგირება. კი ბატონო. ხო, გავედით ფინალში ნიკო. როგორც ვიტყვით ისე გავედით. მოდი წავიკითხოთ კომენტარები. რატო და რა დაგვიწერეს. აკაკი წერს ნიკო ნაგაზის არხზე, ჩემი არხია YouTube-ის, ბიგის და ტუპაკის ეპიზოდებმა ძალიან მაგრად გაასწორა, ჩემი საყვარელი არხი გახდა ამ გადაცემასთან ერთადო. მადლობა დიდი. ნახე, ახალი სერია დავიწყებ ტუპაკის და ბიგის დაპირისპირებასთან დაკავშირებით. პირველი და მეორე სერია დავდე. მესამეს ჩავწერ დღეს და წესით კვირას თუ ორშაბათს მოვახერხებ რომ დამონტაჟებული, გასუფთავებული დავდო უკვე და მე ვთქვი რომ კიდე ერთი იქნება თქო, მაგრამ ორი იქნება სინამდვილეში, იმიტომ რომ ყველაფერი ვერ ჩავტიე. არავის ჩუმად თქო, არავის არ უნდა. სოფია მურჯიკნელი გეთანხმება შენს რაგბის რო ადარებ ხოლმე ფეხბურთს, სულ რომ რაგბი არის ძალიან ღირსეული თამაში. ფეხბურთში კი პიერ ლუიჯი კოლინას გარდა მსაჯი არ მახსოვს, არ გასალანძღიო. ნუ მე ვფიქრობ შეიძლება რაღაცეები შეცვლა და ხო აიცი რა არის აი ახლა ხო თითქმის შეუძლებელი არის რაღაც ხარვეზი გამოეპაროს ხო აი ადამიანური ფაქტორის გამო შეუძლებელი არის შეცდომა დაუშვას მსაჯმა რაღაც ის გამეორება ის ტექნოლოგი ბურთზე სენსორები ის და ნუ მაინც რო ეს ემოციურად მივარდებიან მსაჯზე ზეწოლას ცდილობენ და რაღაცა აქედა დისტანცირება უნდა ნაწილია მეც ეგეთ ჩემთვის ფერმურთი არის ნაწილობრივ ეგეთ ბავშვობიდან რო არასწავლონ ეს ცოტა ეს აფერისტობა სიმულანტობა ესე წაიქეცი ესე გააფორმე რავი მე შეიცვლება ნელ-ნელა ხო ნამდვილად დავით აკოლაშვილი წერს რომ ნიკო სეტანტას ერთწლიანი უფასო გამოწვევა უნდა გაჩქო რუსთავიორზე რომ აღარ დაიტანჯო თავი მადლობა ანუ სეტანტაზეც უყურებ ხოლმე სეტანტა არხი არ არის უფასო მაგრამ YouTube-ზე არის ხოლმე შეგიძლია ჩართო მაჩს უყურო ანუ რაც კარგია გამოწერა არ ჭირდება მაგრამ მე ცოტათი მომწონს ხოლმე როდესაც რაღაცა ხდება რაც მართვევინებს ისეთ არხზე რასაც ისე არ უყურებ ხოლმე ანუ 1-2 ჯერ მქონდა მცდელობა რომ ცოტა ნასვამზე იმედზე გადავრთიან პოზიტივზე რომ აბა როგორია, მაგრამ 5 წუთზე მეც ვერ ვძლებ ხოლმე, ანუ არ შემილია. ერთადერთი
ჩემს შულს ტანჯავ ხოლმე სოფოს უფროს, იმიტომ რომ თავ ხოლმე გასართობ გადაცემებს რუსთავიორზე და კრინჯის ამბავში ერთად უყურებთ და ვერთობით და რაღაც მარტო ვერ შევხედავდი, მაგრამ ორნი როცა ხართ და რაღაცა кайფობთ, კარგია. ამ შემთხვევაში კარგსაც გიშვება, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე საინფორმაციოს მე ვერ ვნახავ, მაგდენი ნერვები არ მაქვს, მაგრამ ეს პრომო რო არის, რაღაცა რო არის, იმაზე რაგბის ეროვნული ნაკრების თამაშებს რაგბისას იმედი აჩვენებს ხოლმე. აი მან შესვენების დროს როგორც წესი კეთდება ამ საინფორმაციო ანონსი და აი გეუბნები რა სადღაც რუსე ORT და კიდე რეები აქვს RTR და რაღაც ეგეთებია. დასავლეთია. რაცნაირი ხმა ხოლმე. მამუკა რახვიაშვილი, მოგესალმებით ავსტრიიდან, როგორც ყოველთვის ძალიან ვისი ამოვნე, მოკლედ ხუთშაბათს შემოყვარეთ ბიჭებო, ჯიმი იმედია წამოხვალ 8-ში თელავში სატოსი აუცილებლად არ გვაწყენინო. სატოსი არ ვიცი რა არის. კი, ჯიმი მეცის. მოდის ჯიმი. ოკეი. ნინო გვარჯალაძე დაახლოებით ერთი თვეა გავთიშებ ფუbo და ძალიან თვალსაჩინო რამებს ვამბობ, მაგრამ სული გამისუფთავდა, აურა გამეწმინდა, ციგნების კითხვას შევდექი ისევ ზუკერბერგი იჯდეს მაგ თავის წუმპეშიო. ყოჩახ კარგად გამოგსული, არ არის ადვილი. სხვადასხვა ბოლო დროს გვიადვილებს ეს ჩვენი ზუკერბერგი ამას, იმიტომ რომ ადრე მაინც მეტი ხიბლი ქონდა. ანუ შეხვიდოდი, რაღაცა ხდებოდა იქა, ბაბლი იყო. ეხაც არის, მაგრამ ძალიან რთულია მიყვეს საერთოდ რა ხდება. ანუ აი დრამები არის რომ მიხვდები, მაგრამ იმდენი რეკლამა არის და იმდენი ვიღაც სხვების იმას გაჩვენებს, რომ მარტო შენს გამომწერებს და მეგობრებს და იმებს კი არა. ნახევარზე მეტი პოსტები არის არაშენი ფრენდების. ზოგი იქიდან არის, ზოგი აქედან და თუ სულ დღე-დაღამე ჩართული არ ახარ დრამაში, მთლად ვერ გაირკვევი რომ იმან იმას რატო აგინა და კომენტარებში რა ხდებოდა და ასე შემდეგ. მეც შემთხვევა რომ რაღაც ესეთი ჩემი ფრენდი რაღაცას ძალიან ემოციურად რაღაცაზე წერს ან ვიდეო აქვს და რაღაც იხებს და შევხედე 3 დღეა წერია, 3 დღის წინ და როგორ აქამდე როგორ არ გამომიგდო, როგორ არ შემხვდა. ხო, რაღაც სხვანაირია. ყველანაირად ცდილობს რომ საქმეს მივხედოთ, ნიკო, არა ვირტუალურ საქმეებს. ხო და მოკლედ ნინო დარჩი გარეთ. არაფერი კარგი აქ იმაში არ ხდება Facebook. ადრე კიდე ის იყო რომ განსაკუთრებით ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ აქ უნდა იყო თუ რაღაც და ეხლა მთლად ეგრე აღარ არის. ესე იგი, ეთო მერაბიშვილი დალაიქება შეგვახსენეთ, თორე გვავიწყდება ხალხსო. ნიკო მე რა შენ როიდა subscribe და რაღაც მე სტუმარი ვარ დღეს შენი დაგვილაიქეთ დაგვაშიარეთ და გამოგვიწერეთ ვისაც შეარება. არ გამოდის? არა, როგორ არ გამოდის, რა თქმა უნდა. დააშიარებენ და წავა Facebook-ზე ან სადღაც რომელიღაც სოციალურ ქსელში? ხო, ანუ მაგდენი არ მიფიქრე უბრალოდ ისე ვთქვი. ბათუმი 5 წელს ნიკო ჯემი Excel-ის სოფლიო ჩემპიონატები დასერჩეთ YouTube-ზე და ნახეთ უყურეთ რამდენიმე წუთი სულ სხვა სამყაროა. ეგ როგორ ასწორებს რაღაც random რაღაცას რო აღმოაჩენ, ერთი პერიოდი მქონდა ციცაკების ჭამის ჩემპიონატს უყურავდი და ერთი 3 წელი ზედიზედ ვნახე და ციპებს ცნობდი სახეზე. ერთი რაც მოღუშული რაც ინდიელ ამერიკელი თუ მექსიკელი ასეთი ქალი იყო, კარგად ჭამდა ციცაკას. მაინც ვერ ხვდები და ჯანმრთელობას არ იზიანებენ? ეგ ვიცი რომ თერმული დამწრობა არ არის და რეცეპტორების გაღიზიანების ამბავი, მაგრამ ნუ წარმოუდგენელი რო ტირი, რო აი რო კვდები, ის მე მინახავს ეს მსახიობები, აი ეს გალგადოტი და ვიღაცეები რო იმაშვებიან და აი ეს ნერწყვის დენა რო ეწყობა და რაღაცა და ტირიან და ხო და როგორ რანაირად შეიძლება ეს არ მოგიტომაც არის ჩემპიონატი, არა, არ გაზიარებს რა. არა, უბრალოდ თუ რაღაცა გაქან წყულს იწევს არ არის, მაგრამ თუ გაქვს წყლული, ჯობია რომ არ გააკეთო, იმიტომ რომ გატირებს. მაგრამ ნუ არა გაქვს მონაცემები მაგ სპორტის. მაგრამ შენ ასე ვთქვათ ნეიროლის ფსევდონეკაც სიცხარესთან როგორ აკავს? არა, ნუ ახლა ხომ მე ძალიან ახლა დიეტობ და რაღაცეები და ზომითაც, იმითაც, მომზადების წესითაც ხარე მჟავე ვარჩევ და ადრე იყო, ნუ ძალიან მწარეები, აი ოთახის ციცაკებს რო ეძახიან რა. ცხარეები, ჯიმი, ცხარეს ნუ ამბობ თან მარტო შენ არ. ხო. აი, ხო, რო ცხარე. წარე არის bitter, წარე არის ლიმონი, ვთქვათ, ქერქი, ცხარე არის ციცაკა. წარე არის ელემენტი, ცხარე არის ციცაკა. იჯიკა. ხო. არ გენატრებ. არა, ნუ იცი რა არის ახლა მახსენდება და როგორ ის არის იმის აპეტიტის ამღრწრელი და რაღაცა, მაგრამ ნუ არა, გადავეჩვიე. ჩვევის ამბავი. ჩვევის ამბავი, ხო. ჩვევის ამბავი მივეჩვიე ესეთი. იყო დრო რომ საერთოდ ვერ წარმომედგინა რაღაც კერძების ისა ჭამა იმის ცხარე ციცაკის გარეშე, მაგრამ ხო. გავეშვი.
აი მეთქვა სუფრაზე თუ არ და კიტრი პამიდურ სალატს ხშირად რესტორანში кайხანი არ ყოფილვარ, მაგრამ ერთი დიდ ციცაკას უდებენ ხოლმე გვერდზე და იმას როგორც წესი მე ვიღებ და ვჭამებ, იმიტომ რომ ცხარეა და არ არის მაინდა-მაინც ცხარე და გემრიელი კი არის. ხო. კოჩა, შენ როგორ ხარ სიცხარესთან? ოკეი, ნორმალურად, ძალიან კაი. დავიშალეთ? დავიშალეთ, აი ამ ტკბილ ნოტზე თუ როგორ იტყვიან, ციცაკაზე. აბა დროებით, მომავალ ხუთშაბათამდე. მომავალ ხუთშაბათამდე.